მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა დიალოგს, მე თაკო ფეიქრიშვილი ვარ. დღევანდელ ტელეხიც მეცხრე არხის ზუგდიდის ტელეკომპანია აუდიშთან და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასთან ერთად წარმოგიდგენთ. სამი ქალაქის სტუდიაში ჩვენ მასმედიის როლის შესახებ ვისაუბრებთ, განვიხილავთ რა ადგილი უჭირავს მეოთხე ხელისუფლებას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში, რას ითხოვს საზოგადოება მედიისგან და როგორია მედია პროდუქტი. გადაცემა დაფინანსებულია საქართველოს გაეროს ასოციაციის, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს, USAID ჯორჯიას მიერ პროექტის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში ფარგლებში. რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით ახალციხეში, ზუგდიდსა და თბილისში, რა პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა და განიცდიან თუ არა ისინი ზეწოლა სხვადასხვა სტრუქტურებიდან, ამის შესახებ ჩვენი სტუდიის სტუმრები ისაუბრებენ. ახალციხის სტუდიაში დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ტელეკომპანია მეცხრე არხის გენერალური დირექტორი ქალბატონი მაია იველაშვილი და გაზეთ სამხრეთის კარიბჭის რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გარდა ამისა, სტუდიაში იმყოფებიან ახალგაზრდები დემოკრატ მესხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრიდან. მოგესალმებით და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. რაც შეეხება ზუგდიდის სტუდიას, ჩემი კოლეგა ნანა ქობალია გაგვაცნობს სტუმრებს. მოგესალმები ნანა, ვინ იქნებიან დღეს შენი სტუმრები? მოგესალმებით, დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან რადიო ათინათის ახალი ამბების რედაქტორი თეა შონია და ინტერნეტ გამოცემა ლაივ პრესის ჟურნალისტი თამარ ზანთარაია. მადლობა ნანა, დღეს ჩვენ ჩაგვერთვება გადაცემაში თბილისის სტუდია, სადაც სტუმრად იმყოფება ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ქალბატონი თამარ რუხაძე. მოგესალმებით ქალბატონი თამარ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევით. დავიწყოთ მაშინ გადაცემა ახალციხის სტუდიით. მაია, რა როლი ეკისრება მედიას დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობაში? როგორია მისი მისია დღეს პოლიტიკურ პროცესებში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ასევე სამეგრელოსა და თბილისში. ძალიან დიდი როლი რო ეკისრება მედიას, ამაზე მე მგონი აღარც არავინ დაობს და არც არავისთვის არ არის ამ სიახლე არ წარმოადგენს. მე აქცენტს დავსვავდი უფრო რეგიონულ მედიაზე, ვფიქრობ, რომ რეგიონებში ძალიან დიდი როლი ეკისრება, შეიძლება ბევრად უფრო მეტი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეროვნული მედია ვერ მიდის თითოეულ ქუჩამდე, თითოეულ სოფლამდე და ამდენად მნიშვნელოვანია რეგიონებში უფრო მეტად აქტიური მედია საშუალებები და უფრო ბევრი სახის, ვთქვათ, არა ისე, როგორც ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე წარმოდგენილი 2 ან მაქსიმუმ 3 სხვადასხვა მედია საშუალება. ჩვენ შემთხვევაში მხოლოდ სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ, ალბათ ეს არის ადგილობრივი მეცხრე არხი და ეს არის სამხრეთის კარიბჭე, გულისხმობ კონკრეტულად ახალციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას. მიუხედავად იმისა, რომ არავის არ მოწონს მედიის მუშაობა, მაინც ერთხმად მე ვფიქრობ, რომ ყველა აღიარეთ, რომ მედია უნდა იყოს ბევრი, უნდა იყოს მრავალფეროვანი და პრინციპში რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. შეიძლება არ იყოს ყველა ვთქვათ ტრადიციული, ვთქვათ, იმ სტანდარტების დამცველი, იმ ღირებულებების ერთგული, მაგრამ საბოლოო ჯამში ბევრი მედია მაინც თავის საქმეს გააკეთებს. რა მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით სამცხე-ჯავახეთში? მე ვფიქრობ, რომ არ არის, ასე ვთქვათ, სახარბელო მდგომარეობა, იმიტომ რომ რეგიონის მასშტაბით თუ ვიმსჯელებთ, ეს არის ტელეკომპანია ბორჯომი და ტელეკომპანია მეცხრე არხი ახალციხეში, რადიოების სამწუხაროდ საერთოდ არ გვაქვს და ინტერნეტ პორტალი და გამოცემა ეს არის სამხრეთის კარიბჭე. რეალურად სამცხე-ჯავახეთი ამ დროისათვის მოქმედი და აქტიური მედია საშუალებებით მხოლოდ ამ სამი სახით არის წარმოდგენილი. ნუ გამოდის ლიტერატურული მესხეთი მე რამდენადაც ვიცი და ბერჯებით, მაგრამ ძალიან ისეთი დიდი აბსოლუტურად სხვა მას. კი ბატონო, ნინო, თქვენ უნდა გკითხოთ, რამდენად ასრულებს მედია აღებულ პასუხისმგებლობას? ანუ ორიენტირებულია თუ არა ობიექტურობაზე, დამოუკიდებლობაზე, მიუკერძოებლობაზე, როგორ ფიქრობთ? თუნდაც რეგიონული? იცით რა, მე ალბათ უფრო გამიადვილდება რეგიონულ მედიაზე ვისაუბრობ, ვინაიდან სპეციფიკა, ანუ მე რეგიონში ვმუშაობ და გაცილებით უკეთ ვიცი რა სიტუაცია რეგიონებში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებში ცოტათი გამიჭირდება შევაფასო ცენტრალური და ეროვნული მედია საშუალებების მუშაობა, თუმცა რა თქმა უნდა გარკვეული წარმოდგენები, რა თქმა უნდა გამაჩნია. რაც შეეხება რეგიონული მედია, ახლა ჩვენი განათლების. რაც შეეხება რეგიონულ მედიას, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მაღალია რეგიონულ მედიაში იგივე პროფესიონალიზმით ჟურნალისტების გაცილებით მაღალია, ობიექტურობად, დამოუკიდებლობის ხარისხით და ამას მთელი რიგი ფაქტორები განაპირობებს. დავიწყოთ იმით, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის მთელი წლების განმავლობაში ტარდება ძალიან ინტენსიურად არაერთი ტრენინგი, მასტერკლასი, რაღაცა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ანუ ფაქტობრივად რეგიონული მედია მთელი წლის განმავლობაში არის ძალიან ცოცხალ რეჟიმში, მუდმივად რაღაცა განახლებად რეჟიმში, ინფორმაციების მიღების რაღაცა უნარ
არჩევების დახვეწის, ახალი ტექნოლოგიების ათვისების, ანუ ეს ფუფუნება რეგიონულ მედიას განსხვავებით თქვათ ბევრი სხვა ფუფუნებისგან რაც არ გააჩნია. ეს ფუფუნება ნამდვილად გააჩნია დამეთანხმებით ალბათ არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც უბრალოდ კადრი აღარ გრჩება სამსახურში, იმდენად ბევრი და იმდენად კარგი ტრენინგია, რომ გინდა რომ გამორჩე ყველაფერს. ამდენად მე ვფიქრობ, რომ პროფესიონალიზმის კუთხით რეგიონულ მედიას ძალიან ვერ დავიწუნებთ. რაც შეეხება ობიექტურობას და მიუკერწოებლობას, აქ ცოტა უფრო სხვა კუთხით უნდა ვიმსჯელოთ ალბათ. ეს დამოკიდებულია მედია მფლობელებზე, დამოკიდებულია რა პოლიტიკა აქვს ამა თუ იმ მედია საშუალებას. არსებობს რეგიონებში დამოუკიდებელი მედია საშუალებებიც და ძალიან თავისუფლად და ძალიან სამწუხაროდ არც თუ ისე ცოტა შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ჩვენ მედია საშუალება, რომელსაც აი ასე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ის ობიექტურია, იმიტომ რომ მის უკან რაღაცა პოლიტიკური ფული მაინც ჩნდება. ანუ ის პასუხისმგებლობა იკარგება, რაც აქვს აღებული. იცით რა არის, როდესაც მედიაში პოლიტიკური ფული ჩნდება, ნდობის ხარისხზე მოქმედებს. შესაძლოა მედია პასუხისმგებლობას ბოლომდე აცნობიერებს, ბოლომდე იღებს კიდეც და ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ რაღაცა კითხვის ნიშნები აუცილებლად გაჩნდება, როდესაც მაყურებელმა იცის, რომ ამ მედიის უკან ვიღაცის პოლიტიკური ინტერესი დევს. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ თქვა ესეთ მედიაში ძალიან კარგი ჟურნალისტები მუშაობენ ასეთ მედია საშუალებებში. ძალიან პასუხისმგებლობიანები, ძალიან პროფესიონალები, ძალიან კვალიფიცურები. თუმცა მათ მუშაობაში რაღაცა ბერკეტები მაინც ჩნდება. ამდენად მე ვფიქრობ, რომ მედიის რეგიონულ მედიაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და ასეა ცენტრალურ მედიაშიც. მედიის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა მხოლოდ ჟურნალისტებზე სამწუხაროდ დამოკიდებული არ არის. არის შემთხვევები, როდესაც ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიღები და ეს აფერხებს ობიექტურობას. სამწუხაროდ დღეს საქართველოში გვაქვს მედია საშუალებები, სადაც ეს პრობლემა არსებობს. თუმცა დიდწილად მაინც ჟურნალისტებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უნდზე დიდწილად მაინც არის დამოკიდებული. კარგი, ჩავთოთ ზუგდიდის სტუდია გადაცემაში. ნანა, რას ამბობენ თქვენი სტუმრები მედიის როლის შესახებ? როგორია ზუგდიდში მედია, რეგიონული მედია? დიახ, ჩაგერთვებით ოდიშის სტუდიიდან და თეა კითხვა ესეთი, ანუ როგორ მუშაობს მედია ზუგდიდში? დიდი მადლობას მოგახსენებ სტუდიაში მოწვევისთვის. მივესალმები ჩემს კოლეგებს საქართველოს რეგიონებიდან. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენ მე გახლავართ რადიო ათინათის წარმომადგენელი, ჩვენ გვაქვს როგორც რადიო, ასევე ვებგვერდი. და ორივე მიმართულებით მუშაობთ რეგიონში. რა თქმა უნდა, მაგაზე არც ვდაობთ, რომ ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უნდა იყოს საანდო, რადგან მოსახლეობას აქვს მოლოდინი ინფორმაციის სიზუსტის და სწორედ აი ამ სიზუსტეზე და ობიექტურობაზე ვართ ორიენტირებულები. ყველაზე მეტი ნახვა მაინც აქვს ადგილობრივ ინფორმაციებს, ამის ერთ-ერთი კატალიზატორი არის ჩვენი ვებგვერდი www.radioathinathi.g. მე ვერ ვეტყვი ახლა ესე იგი როგორი არის ფიდბეკი თვითონ მოსახლეობა, ესე იგი ამის როგორ რაზე რეაგირებს მოსახლეობა, მაგრამ ამას მოწმობს ის, რომ ჩვენ საიტს აქვს ძალიან ბევრი ნახვა, ძალიან ბევრი იუზერი ყავს, დაახლოებით 1 წლის წინ ჩაუდაქი სათავეში თვითონ ამ ვებგვერდს და თუ ყავდა 3000 მნახველი Google ანალიტიკით, ეხლა ყავს სადღაც 40000-მდე მნახველი და ჩვენს ესე იგი იუზერებს და ასევე რადიოში მსმენელებს, რა თქმა უნდა, აინტერესებთ ადგილობრივი ამბები. მინდა ვთქვა ის, რომ ინფორმაციის მიწოდება არ ჭირს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვიტყვი, რომ დახურული არ არის საჯარო უწყებები, მაგრამ ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ გადასულები, რომ გვინდა რომ ჩვენ მსმენელს უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზი მივაწოდოთ ამ კუთხით, მაგრამ ვიტყვი რომ წინა წლებთან შედარებით საჯარო უწყებიდან ინფორმაციის მიღება, ნუ არ არის ეს არხები, არ არის დახურული, მაგრამ ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვართ გადასულები, რომ გვინდა უფრო სიღრმისეული ანალიზი შევთავაზოთ ჩვენ მსმენელებს და ეხლა ხან დაუბრუნდი აირექსის ტრენინგიდან, ჩვენი რადიო ათინათი არის M-ტაგის 5 წლიან პროგრამაში ერთ-ერთი გამარჯვებული მედია საშუალება და ტენდერებზე გავიარე სპეციალური ტრენინგები და ვაპირებ სწორედ აი ამ კუთხით ვიმუშაო და უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდო როგორც ჩვენს მსმენელს, ასევე ვებგვერდის მნახველებს. და თამარ, თუ დაამატებდი რამეს ანუ როგორ გარემოში გიწევთ მუშაობა და რამდენად არის თქვენ ხელმისაწვდომი რეგიონული მედიისთვის საჯარო ინფორმაცია, როგორ სივრცეში მუშაობთ ანუ? მოგესალმებით ჩემს კოლეგებს და მაყურებელს.
რაც შეეხება მედია გარემოს ხო რეგიონში, მინდა აღნიშნო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საფრთხებლად გაუმარტივდა, ასე ვთქვათ, მედიას მუშაობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მდგომარეობა არის იდეალური, რას გულისხმობ. თუ კი ადრე ჩვენ მქონდა პრობლემები საჯარო უწყებებიდან, საჯარო ინფორმაციის მიღების, ამ თვალსაზრისით მდგომარეობა გაუმჯობესდა. ანუ არის დროულ ვადებში, დაგეგმილ ვადებში გვაძლევენ ჩვენ ინფორმაციას, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პრობლემა რჩება, რომ მოწოდებული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი და ჩვენ გვიწევს თქვათ ხელახლა გადავაგზავნოთ განაცხადი ინფორმაციის მიღებაზე. რაც შეეხება პრესამსახურებს, მათთან მკვეთრად გაუმჯობესდა ურთიერთობა, გულისხმობ, თუ კი ადრე საჯარო სხდომები მედიისთვის იყო ზოგიერთი მათგანი დახურული, თქო გულისხმობ იგივე საკრებულო სხდომებსაც ჩვენ ელემენტარულად ინფორმაციაც კი არ გვქონდა 2 წლის წინ, როდის იმართებოდა ის, ამჯერად ეს მდგომარეობა ბევრად გაუმჯობესდა. თუმცა აი რაც შეეხება ხო სხვა საჯარო უწყებებს, როცა ჩვენ თბილისის ამა თუ იმ უწყებებს უკავშირდებით, რჩება პრობლემა ასევე იგივე საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ არასრულია ეს ინფორმაცია, მაგალითის დროის პრობლემა არ არის. და მინდა აქვე აღვნიშნო, რომ გაუმჯობესდა ეს ურთიერთობა, თუნდაც იმ თბილისში საჯარო უწყებებთან სატელეფონო კონტაქტზე ადრე თუ კი არ გამოდიოდნენ, ახლა ჩვენ ვახერხებთ ამ ურთიერთობას. მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოვითხოვეთ ჩვენ ერთი ინფორმაცია, რომელიც დეტალებზეც ახლა არ მინდა უბრალოდ საუბარი, გამოვითხოვეთ ინფორმაცია და მივიღეთ არასრული ინფორმაცია, ეს შეეხებოდა ერთ-ერთი მაღალჩინოსანის თანამდებობისთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად მოვითხოვეთ რა თანამდებობა ეჭირა მას და არ მიგვიღია პასუხი, გითხრას რომ ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. საჯარო ინფორმაციის ნაწილობრივ დაგვიკვირდა. ნანა, საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ ჩვენ უფრო ფლად უნდა ვისაუბროთ. ეს საქმე გასაჩივრებული უზენაეს სასამართლოში. ანუ თვითონ აი უყურეთ, ჩვენ თუ ადრე ვდაობდით, რომ ინფორმაციას არ გვაძლევდნენ, ახლა ვდაობთ, რომ ინფორმაცია არ არის სრული. ამ მხრივ წინ წავედით. და იგივე მინდა თუნდაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღვნიშნე, არანაირი პრობლემა სატელეფონო კონტაქტზე ჩვენ მათთან არ აგვაქვს. კი ბატონო, დიდი მადლობა. საჯარო ინფორმაციის გაცემის წესზე და პრობლემებზე ჩვენ ვისაუბრებთ უფრო ფრთად. ახლა მინდა თბილისის სტუმარი ჩავთოთ, სტუდიის სტუმარი ჩავთოთ გადაცემაში. ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ, როგორია დღეს რეგიონული მედია სივრცე? ემთხვევა თუ არა მედია პროდუქტის საზოგადოების მოთხოვნილებას? ანუ რა უნდა რეალურად ხალხს? რეგიონული მედია საშუალებებიდან არ გულისხმობ მხოლოდ მაუწყებლებს, რა თქმა უნდა, გულისხმობ პორტალებსაც და გამოცემებსაც. ჩანს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი და დაუღალავი მცდელობა იმის, რომ რეგიონული მედია იყოს მაქსიმალურად აქტიური, მაქსიმალურად აკმაყოფილებდეს საზოგადოების მოთხოვნებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში იმასთან შედარებით, როგორ რეგიონულ მედიასაც ჩვენ ვხედავდით ხოლმე წლების განმავლობაში, ახლანდელი რეგიონული მედია ბევრად უფრო აქტიურია, ბევრად საკუთარ თავსაც უფრო მაღალ მოთხოვნებს უყენებს ის და ძალიან ხშირად ნინომ აღნიშნა საუბარში, რომ ძალიან ხშირად რეგიონული მედია საშუალებების ჟურნალისტები უფრო ფრთხილებიც არიან, უფრო მეტადაც ცდილობენ ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვას. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები და ფაქტორები აქვს. თუნდაც ის, რომ რეგიონულ მედიას არ აქვს ის ფუფუნება, რაც აქვს სხვა დიდ სატელევიზიო კომპანიებს, რომ უფრო თამამები და უფრო, ასე ვთქვათ, თავხედებით ზოგჯერ იყვნენ, ხო? ან პატარა სივრცეში, როგორცაც რეგიონული მედია არის მიჩვეული, გინდა თუ არ გინდა, უფრო მეტად გიწევს შენი თითოეული მაყურებლის, შენი თითოეული მკითხველის ინტერესის ან პრეტენზიის, ან მოწონების. სულ ერთია მათი გათვალისწინება. რეგიონულ მედიას რა უპირატესობაც აქვს დღეს, ეს არის უშუალო კონტაქტი ადამიანებთან, რასაც უფრო მეტად მოკლებულნი არიან დიდი, ასე ვთქვათ, კორპორაციები და დიდი კომპანიები. რეგიონული მედიის ჟურნალისტები უფრო მეტად ახერხებენ ადამიანებთან პირად კონტაქტებს, პირად ურთიერთობას, რაც თავისთავად ხელს უწყობს პირველ რიგში ახალი ამბების გაადამიანურებას, ასე ვთქვათ. და არა მხოლოდ ახალი ამბების შესწავლას, მხოლოდ მოლაპარაკებით თავებით, რაც ერთ-ერთი პრობლემაა დღევანდელი ქართული განსაკუთრებით სამაუწყებლო მედიის და არა მხოლოდ პრესისთვისაც, რომელიც ძირითადად ინტერვიუების ბეჭდვით არის დაკავებული და ნაკლებ დროს და ნაკლებ ენერგიას უთმობს იგივე სტატიებს, სიღრმისეულ მოკლევით სტატიებს, იქნება თუ სხვა ჟანრის, ასე ვთქვათ, მასალებს. ბუნებრივია ამ განსხვავებებს, ამ ცვლილებებს ბევრი რამ განაპირობებს, ხო,
ქვეყანაში, მათ შორის იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური მდგომარეობა, განათლების დონე და ძალიან ბევრი ყველაფერი განაპირობებს ამას. Როგორიც არის ქვეყანა, ისეთია ჩვენი მედიაც, როგორც არ უნდა უსიამოვნო და არასასურველად ჟღერდეს ეს ჩვენთვის. განვითარების რა ეტაპზეც არის ჩვენი ქვეყანა, იმ ეტაპზეა განვითარებისა ჩვენი მედიაც. ხომ შეიძლება ცალკეულ შემთხვევებში ის იყოს უფრო წინ, ან იყოს უფრო უკან. რა თქმა უნდა, კარგი იქნება თუ ყველა მედია საშუალება მთლიანად საქართველოს მასშტაბით იქნება სულ ერთი ნაბიჯი წინ მაინც, ვიდრე ვთქვათ დანარჩენი საზოგადოება, სწორედ იმისთვის, რომ საზოგადოებას დაეხმაროს სწორი ღირებულებების ქონაში, მით უმეტეს ისეთ საკითხებზე, რომელიც ძალიან პრინციპულია თანამედროვე საქართველოში თურმე. კარგი, დიდი მადლობა. გადაცემაში მინდა ახალგაზრდები ჩართო, მათი აზრი მნიშვნელოვანია. რომ გითხრათ, როგორ მუშაობს დღეს, როგორ ფიქრობთ, როგორ მუშაობს დღეს რეგიონული მედია? გაწვდით თუ არა ის სრულ და ობიექტურ ინფორმაციას თქვით ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე? მოგესალმებით. მინდა აღვნიშნო, რომ მე თვითონ ვარ ესე ვთქვათ მედიის წარმომადგენელი, რადგან ჩართული ვარ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სტუდენტურ ინტერნეტ გაზეთში ჯავჯი. და იქ ვქვნით აპოლიტიკურ მედიას სტუდენტები და ძირითადად ორიენტირებულები ვართ საგანმანათლებლო და კულტურულ მასალების გაშუქებაზე. რაც შეეხება რეგიონის მედია საშუალებებს, ვიტყვი, რომ ანუ კარგად მუშაობენ, თუმცა ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება კონკურენციის არსებობა, ანუ მოქმედი მედია საშუალებები უფრო მეტი რომ იყოს, ხარისხის გაცილებით მეტი იქნება, რადგან როგორც ვიცით, კონკურენცია ზრდის ხარისხს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამის გაკეთება საჭირო კიდევ მედიის გასავითარებლად, ხელშესაწყობად. არსებობს სხვადასხვა პროგრამები, პროექტები ჟურნალისტებისათვის, ტრენინგ კურსები, რომლებიც ხელს უწყობს მათ განვითარებას, პროფესიული უნარჩვევების განვითარებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობა. ჩვენ სტუდიაში ვისაუბრეთ უკვე ამაზე, რომ აუცილებელია უპირველეს ყოვლისა იყოს მედია დამოუკიდებელი, რადგან მას შეძლოს და შეასრულოს თავისი უპირველესი ფუნქცია, რომ ხალხს მიეწოდოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია ყოველთვის. მადლობა, გადააწოდეთ თუ შეიძლება მიკროფონი მაყურებლის პოზიციიდან. როგორია მედია პროდუქტი დღეს, რეგიონული მედია რას აკეთებს? ან მოგწონთ თქვენ, არ მოგწონთ? გაძლევთ თუ არა განსჯის გაანალიზების საშუალებას? მოგესალმებით. ჩემი აზრით, ახლა ტრადიციული მედია ისე კარგად არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს, რადგან ძალიან ბევრი ცვლილებები ხდება, სანამ ეს მოდის და მსმენელის ყურამდე რეგიონულ მედიაზე საუბრობთ? თუნდაც რეგიონულ მედიას ვგულისხმობ, მაგრამ კმაყოფილი ვარ. ამასთან შემიძლია გითხრათ, რომ უფრო ვენდობი სოციალურ მედიას, ინტერნეტს, იქ უფრო მისაღებია იქ. ანუ ინფორმაციას იღებთ ინტერნეტ სივრციდან. დიახ. კარგი, დიდი მადლობა. ნინო, რა ძალა აქვს მედიას დღეს? უნდა ეშინოდეს თუ არა სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს, მედიის ჟურნალისტების? რამდენიმე დღის წინ მე წავიკითხე ირაკლი აფსანძის ძალიან კარგი ბლოგი და რამდენიმე დღის განმავლობაში ვფიქრობდი აი ამ ბლოგზე რა თქმა უნდა ეშინოდეს. ჩვენ ზუსტადაც იმისთვის ვართ, რომ საჯარო მოხელეებს, ხელისუფლებას არ წაუწდეს ფეხი, ხელი ან რაიმე ქმედება მოსახლეობის საზიანოდ. დიახაც უნდა ეშინოდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაკონტროლებელი მათი. ჩვენი ყველა საერთო მიზანი არის ის, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უფრო განვითარებული ვიყოთ, უფრო დემოკრატიული იყოს, ღირებულებები უფრო ისეთი დაფასებული იყოს და ადამიანის უფლებები იყოს უფრო უკეთეს მდგომარეობაში და ზუსტად ამიტომ ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს მედიის და მე ძალიან მინდა რომ საქართველოში მედია და ჟურნალისტები იყვნენ ზუსტადაც ისეთები, რომლებსაც ძალიან შეეშინდებათ, რომლებიც არ იქნებიან ხელწამოსაკრავები და რაღაცა არ იქნება საუბარი, რომ აი ჩვენ გვაკლია რაღაც პროფესიონალიზმი, რომ არ გვაქვს რაღაცა ჩაღრმავების და ჩაძიების უნარი, რომ არ ვმუშაობთ საგამოძიებო ჟურნალისტიკაში და ანუ ჩვენ ვერ ვაშუქებთ მოვლენებს ობიექტურად და კარგად, გაჟღერდა ამ ბოლო დროს ეს ფრაზები, თუმცა არ მესმის ამაში რა იგულისხმებოდა. სამწუხაროდ დღეს ეს რაღაცა უნარჩვევები მისწრაფებებით და არ ვიცი
ალბათ мотивაციაც, ფინანსებიც ბევრი მიზეზია, რაც დღეს გვაკლია იმისთვის, რომ ისე ეშინოდეს ხელისუფლებას, როგორც მე მინდა რომ ეშინოდეს და როგორც უნდა ეშინოდეს. ეს არ ნიშნავს, რომ მედია რაღაცა მიზანმიმართული, რაღაცა სივრცეა, რომელიც აუცილებლად იმაზე არის, იმას ფიქრობს, რომ რაღაცა ვინმეს როგორ მიავნოს და ამიტომ უნდა ეშინოდეს. არა, მედიის როლი ზუსტადაც ის არის, რომ ის იდგეს იმ დონეზე და იყოს ისეთი ობიექტური, მიუკერძოებელი და ისეთი ძლიერი მაკონტროლებელი, რომ ხელისუფლებას მისი შინოდეს. სამწუხაროდ ვახსენეთ, კარგად არასახავსო ბრჭყალებში ამაზე მინდა გითხრათ, მაღალჩინოსნების განცხადება იყო ასეთი, რომ არ არის რეალური, თქვათ, რასაც მედია აშუქებს. როგორ ფიქრობთ ამ განცხადების შესახებ? მინდა ორივეს კითხოთ ამის შესახებ. იცით რა არის ეს განცხადება? მე პირდაპირ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა რეგიონის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, როდესაც მან განაცხადა, რომ საქართველოში სინამდვილეში ვითარება არც ისეთი რთულია, როგორცაც ამას მედია აშუქებს. და მე ვნახე შემდგომ ძალიან ბევრი გამოკითხვებით, იგივე ჩვენი მაყურებლის და მკითხველის რას ფიქრობდა ამაზე. იცით რა, შემდგომ ხო ეს პრეტენზია გაჩნდა შემდგომ ჩვენთან ადგილობრივ ხელისუფლებაშიც, მაგალითად ჩვენ გვქონდა ქალაქის მერის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ დიახაც კარგად არ აშუქებს ამბებს მედია. როდესაც ჩვენ ვკითხეთ, რას გულისხმობთ კარგად გაშუქებაში, ანუ მან თქვა, რომ უნდა მიქონდეს ამბავი ისე, რომ ნეგატიური დამოკიდებულება კი არ უჩნდებოდეს მაყურებელს და მკითხველს პირიქით, პოზიტიურად უნდა განაწყოს. მე ვერ ხვდები მედიამ რატომ უნდა განაწყოს ან ნეგატიურად ან პოზიტიურად, ან მედია რატომ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ კარგად გააშუქოს რამე ამბავი. მედიამ ამბავი უნდა გააშუქოს ფაქტებზე დაყრდნობით, უნდა იყოს მისი ამბავი გადამოწმებული, უნდა ყავდეს წყაროები, ეს წყაროები უნდა იყოს სანდო და მედიამ უნდა შეეცადოს, რომ ყველა მაქსიმალურად იმუშაოს, მაქსიმალურად ყველა წყარო ჩართოს, ყველა შესაძლო დოკუმენტი მოიპოვოს, რომ ინფორმაცია ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს. ეს კარგად გაშუქება და ცუდად გაშუქება მე არ მესმის მედიაში. უბრალოდ ჩვენს საჯარო უწყებებს უნდათ ხოლმე, რომ ჩვენ ვიყოთ მათი PR-ს ვემსახურებოდეთ, თუმცა მათ ყავთ ამისთვის პრეს სამსახურები და PR სამსახურები, რომლებსაც შეუძლიათ ეს პრეტენზია წამოუყენონ. ჩემთვის მათი პრეტენზია აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელიცაა. კი ბატონო, მე ტელეკომპანიამ ხერხს გქონდა მსგავსი შემთხვევა, მერის შემდეგ გამგებლის უკვე. მგონი ხო, რაღაცა ჩვენი ჟურნალისტების შეხვედრაზე. მე ზოგადად მგონია, რომ ქვეყანაში აღქმული არის სამწუხაროდ მედია არასწორად და მედიის მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღალჩინოსანს ნებისმიერს არ უნდა გაუჩნდეს საერთოდ ესეთი აზრიც კი, რომ კარგად მიგაქვს ამბავი ან ცუდად მიგაქვს ამბავი. ზუსტადაც ეგ არის, რომ გარკვეულწილად დაკარგა ყველამ რაღაცა სწორად აღქმის თუ სწორად გაგებინების უნარი. ერთი ხო, გარდა იმისა, რომ ერთმანეთის როლებში ხდება უკვე შეჭრა, ეგ კიდე სხვა თემაა. მე ვფიქრობ, რომ ამის ბევრი მიზეზი არსებობს. ერთი ის, რომ სამწუხაროდ ბევრი კარგი ჟურნალისტი დღეს აღარ არის ჟურნალისტიკაში და რეალურად ძალიან ბევრ რეგიონში ხდება, ასე ვთქვათ, კადრების ხელახალი გაზრდა, რაც გინდა არ გინდა უნებურად იმ რაღაც ვაკუუმს წარმოშობს უკვე მედიასა და ხელისუფლებას შორის. როცა უკვე კარგი ჟურნალისტი მიდის უკვე სხვა პროფესიაში, ჩვენ და სამწუხაროდ ის უკვე იკარგება მედიის სფეროში. ვიდრე ვთქვათ, აი ამ დანაკარგის შევსება ხდება, ამ დროს იცვლება ხელისუფლების წარმომადგენელი სხვადასხვა ეტაპზე და მათ გონიათ, რომ რეალურად მედიამ, მე არ ვიცი რანაირად უნდა გაშუქოს მედიამ ამბავი ისე, ახლა ყველაზე გადაღებული ავიღოთ თემა ლარის კურსის ვარდნა და გაძვირებული პროდუქტები. აი როგორ უნდა გააშუქოს მედიამ ისე, რომ ეს ამბავი ადამიანებმა თავის თავზე კარგად იგრძნონ. აი ძალიან მარტივია, ხო? აი ამიტომ ვამბობ ზუსტად, რომ ხდება როგორც ვთქვათ ურთიერთობების, ასე ვთქვათ, აღრევა, შეიძლება ცუდი გამონათქვამია, მაგრამ ერთმანეთის ფუნქციებში იჭრებიან და ჩემ და სამწუხაროდ ხშირად ისმის უკვე ეს მედიის მისამართით, რომ ეს არის მედიის ბრალი და რაღაცა ეს თითის ქნევის მომენტს უფრო გავს მედიისთვის, რაც ჩემთვის მაგალითად ძალიან არასასიამოვნოა და არ მგონია, რომ ვინმესთვის იყოს ეს სასიამოვნო. გარდა მაგისა, ყველაზე მთავარი ახლა სხვაგვარად ჟურნალისტებს სხვა ქვეყნებში, ხო, ბევრად განვითარებულ ქვეყნებში, ვიდრე საქართველოა, watchdog-ებსაც უწოდებდნენ, ანუ მოდარაჯე ძაღლებს. რეალურად ეს არის ჩვენი ფუნქცია და ეს არის ყველა მედია საშუალების ფუნქცია. თუ კი ყველა მედია საშუალება იქნება მართლა მოდარაჯე ძაღლებით, მე არ მგონია რომელიმე მაღალჩინოსანს, თქვათ, მერე მსგავსი
არ ვიცი, კითხვა გაუჩნდეს ან თუნდაც პრობლემა შეექმნას. კი დააზუსტა მერე პრემიერმა, რომ ეს ეხება ეროვნულ მედიას და ნაკლებად ეხება ეს რეგიონულ მედიას. თუმცა ჩვენ არაერთი ფაქტი გქონდა, როდესაც ესეთი მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები იყო ხოლმე ძალიან წამახალისებელი, მერე ესეთ ქვედადონეებზე ადგილობრივისთვის და ამისი უამრავი მაგალითი გქონდა ხოლმე, რომ პირდაპირ იყო ხოლმე გადმოღება. ეს რაც ეხებოდა ახალწილადს, რა ხდება ზუგდიდში ამ ხრივ, ნანა? როგორ ახსნიან პრემიერის განცხადებას შენი სტუმრები? რას არის ბრალდება თუ რეალურია? მე ალბათ უფრო პასუხისმგებელი ვიქნები რეგიონულ მედიაზე და ჩვენ რეგიონულ მედია ორიენტირებული ვართ, როგორც თავშიც აუღნიშნე, სიზუსტეზე, რადგან მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ ის მიიღებს რეგიონული მედიისგან ძალიან ობიექტურ და სრულ სურათს დაინახავს. მინდა აქვე აღვნიშნო ისიც, რომ თავად რეგიონული მედიის როლი ქვეყანაში არის ძალიან დიდი. როცა საუბარი გვაქვს თვითმმართველობაზე, ალბათ თვითმმართველობაზე საუბარს აზრიც არ აქვს, თუ რეგიონებში არ იქნება ძლიერი და დამოუკიდებელი მედია. თუნდაც გავიხსენოთ გუშინდელი ფაქტი, რომელიც 15 მარტს მოხდა, დაპირისპირებას გულისხმობ აბსოლუტურად დეტალებში და რეალურად ასახა ეს უკვე რეგიონულმა მედიამ ყველა მხარე ყავდა გაშუქებული და ვფიქრობ, რომ რეგიონულ მედია უფრო, რა ვიცი, ესეთი პრეტენზია მაქვს, უფრო რეალურად ხედავს ის, რაც ადგილზე ხდება. რაც იტყვია შესახებ რა შენი მოსაზრება როგორია? იცით თუ გადავხედავ ხო მედია პროდუქტს გულისხმობ სატელევიზიოს და ბედტურს ძალიან ხშირად ერთი და იგივე მოვლენაზე არის სხვადასხვაგვარი მასალები და რომელიც სრულად არ ეთანხმება ერთმანეთს. ანუ ეს მიუთითებს იმას, რომ რეალურად პრობლემა მედიაში ნამდვილად არსებობს ობიექტურობის. რა არის ამის მიზეზი? შეიძლება ბევრი სხვადასხვა მიზეზი იყოს და ეს ცოტა რთული საკითხია, თუმცა ფაქტი ის, რომ ერთ და იგივე მოვლენაზე არის სხვადასხვაგვარი მასალები მომზადებული, მიუთითებს იმას, რომ რაღაც რეალურად პრობლემები მართლაც არის. დღეს მაყურებელს თუ მკითხველს უწევს ძალიან ბევრი ინფორმაციის მოსმენა და წაკითხვა, რომ მას ჰქონდეს რეალური ინფორმაცია იმაზე, ამა თუ იმ მოვლენაზე. ამიტომ დღეს მაყურებელს და მკითხველს უწევს მართლა იყოს ძალიან აქტიური და რამდენიმე მედია საშუალებას გაეცნოს, რომ მან ჩამოიყალიბოს თავისი მოსაზრება. რეალურად პრობლემები მედიას სივრცეში მართლაც არსებობს. ეს არის ჩემი ნანა, რომ აი გუშინ როცა ეს მოვლენები მოხდა, არაერთი ჟურნალისტი დამიკავშირდა თბილისიდან და მათ ადგილზე უნდათ გარკვევა და სპეციალურად ლინკებიც კი გადაუგზავნეს, რომელიც თელმა ჟურნალისტებმა მოამზადეს გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით და ძალიან დიდი იყო მოთხოვნა თუ როგორ ადგილზე რა ხდებოდა ამის შესახებ. ბატონო თამარ, თქვენ მინდა გითხოთ ამის შესახებ, რას ნიშნავს პრემიერის მსგავსი განცხადება და როგორ ფიქრობთ, ეს ხო არ არის გამოწვეული იქიდან, რომ ცოტა შეშინებულია ხელისუფლება მედიისგან? შიშის არ ვიცი რა მოგახსენოთ, თუმცა ასეთი განცხადება პირველი არ არის, ეს უკვე ჩვევად ექცა საქართველოს ხელისუფლებას და არა მხოლოდ ამ ხელისუფლებას, უკვე ყველა ხელისუფლებას, მეჯერ არ მახსენდება ხელისუფლება ქვეყანაში, რომელიც მუდმივად უკმაყოფილო არ იქნებოდა მედიით, იმ დრომდე მაინც ვიდრე თქვათ საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქცევდა მას. ის რომ ყველა ხელისუფლება სურს აკონტროლებდეს მედიას, ეს არის ბუნებრივი და კარგი ვერ ვიტყვით, მაგრამ მოსაოდნელი ამბავია, ამიტომაც მედიამ უნდა იცოდეს და მზად უნდა იყოს ამისთვის. ის რომ ხელისუფლება უკმაყოფილოა მედიის მუშაობით, ეს მედიისთვის მე ვფიქრობ, რომ კარგის მაჩვენებელია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ნიშნავს, რომ მედია არ ცდილობს ასიამოვნოს ხელისუფლებას. ხა რა თქმა უნდა, შიდა პრობლემები ეს იქნება პროფესიონალიზმის, კადრების, სტანდარტის, ტექნიკურად საქმის შესრულების კარგად ან ცუდად ბუნებრივია მედიაში არსებობს, ამას ხელს არც არავინ აფარებს და თვალსაც არავინ ხუჭავს, ბუნებრივია, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემები და საკითხები, რომელიც არის თავად მედიის მოსაგვარებელი, რომელიც არის პროფესიონალების მოსაგვარებელი და არა ხელისუფლების მოსაგვარებელი. ხელისუფლების საქმე არ არის მედია როგორ ამზადებს საკუთარ სიუჟეტებს, როგორ კარგად დაიწყებს მათ თუ ცუდად დაიწყებს მათ. ეს არ არის ხელისუფლების საქმე. ხელისუფლებას აქვს თავისი უფლება მოვალეობა, რომელსაც ის უნდა ასრულებდეს და მედიის მოვალეობა არის სწორედ იმის კონტროლი, თუ ის როგორ ასრულებს საკუთარ უფლება მოვალეობას და ხო არ თქვათ გადადის მას, ან ხო არ აფუჭებს რამეს კიდევ ასე ვთქვათ, ხო?
რატომ ბრალდებით არა, მაგრამ რატო ვარ ხოლმე ასე უკმაყოფილოები, როდესაც პრემიერი ან რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი იწყებს მედიის კრიტიკას და აპელირებს იმაზე, რომ მეც საქართველოს მოქალაქე ვარ და მე შეიძლება მქონდეს აზრი ქართულ მედიაზე. ბუნებრივია, მას შეიძლება მქონდეს აზრი ქართულ მედიაზე, მაგრამ პრემიერის ან თანამდებობის პირის მოსაზრება მედიაზე არ არის იგივე, რაც რომელიმე სხვა მოქალაქის მოსაზრება. ერთი უბრალო მიზეზის გამო მოქალაქეს არ აქვს ბერკეტი შეზღუდოს როდისმე მედია რაიმე ფორმით. აი ხელისუფლებას კი აქვს აი ძალიან დიდი ბერკეტი. ამიტომაც არის რომ როდესაც ხელისუფლება აკრიტიკებს მედიას, ამას ძალიან დიდი უკმაყოფილება მოყვება მედიის მხრიდან და ეს ყოველთვის აღიქმება ზეწოლად იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა მოინდომოს და რეალობაში დაიწყოს მედიის კონტროლი როდესღაც, ხო? ამიტომაც არის მათი კრიტიკა ასეთი საშიში და ასეთი უსიამოვნო მედიისთვის, თორემ ზოგადად მათ ასე ვთქვათ, თავარი არის რომ მედია იყოს თავისუფალი. თავისუფალი მედია შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი, ასეთი ან ისეთი, მაგრამ თავისუფლების გარეშე მედია მხოლოდ ცუდი შეიძლება იყოს. მედია, რომელიც იქნება ხელისუფლების სურვილების მიხედვით აწყობილი და ხელისუფლების სურვილების მიხედვით დაიწყოს მოვლენების გაშუქებას, ის ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნება კარგი. კარგით. პრობლემების შესახებ უნდა გკითხოთ მაია. რა პრობლემები აქვს დღეს რეგიონულ მედიას და უმთავრესად მოსაგვარებელი პრობლემა რომელია და როგორ შეიძლება მისი გადაწყვეტა? კონკრეტულად მედიის სფეროში და კონკრეტულად ტელემაუწყებლობის სფეროში ახლა ჩვენი უმთავრესი პრობლემა ამ წუთში არის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. ფაქტიურად კარზეა მომდგარი კი არა და უკვე დაგვიანებულიც არის, მაგრამ რეალურად ჩვენ ეხლა ვიწყებთ მუშაობას ჩვენ და სამწუხაროდ. გარდა იმისა, რომ არის ტექნიკური პრობლემები, გადასაიარაღებელია მთელი ტექნიკური ბაზა, რაც კი ამ დრომდე არსებობს და არა მარტო ახალციხის ტელეკომპანიაში, რეალურად ეს არის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ტელევიზიაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა. შესაბამისად ამ ტექნიკურ გადაიარაღებას თან სდევს პროგრამული, ასე ვთქვათ, პრობლემებიც, იმიტომ რომ უკვე ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ხდება და ჩნდება მთავარი საფიქრალი ის, რომ იყოს პროგრამული მრავალფეროვნება და რაც მთავარია ის იყოს ხარისხიანი შეთავაზებული პროგრამა მაყურებლისთვის და სტაბილურობისთვის და მდგრადობისთვის მედიის როგორც ბიზნესად ქცევის საშუალება და არა ვთქვათ იმ ასე ვთქვათ პირობებში მუშაობა, როგორშიც დღეს მუშაობს რეალურად ჩვენ ვართ ასე ვთქვათ რაღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს უფრო ვართ დამსგავსებული ამ დონორთა დამოკიდებულების თვალსაზრისით, ვიდრე ვთქვათ ვართ ბიზნესი, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადრე თუ გვიან მედია უნდა იქცეს ბიზნესად. მედიამ უნდა გაყიდოს თავის მის მიერ მომზადებული პროდუქტი და მედიამ უნდა განათავსოს რეკლამა მის ეთერში. ეს არის პირველ რიგში მედიის მდგრადობისთვისვე. ვფიქრობ, რომ დანარჩენი მთავარი პრობლემა ის, რომ ვთქვათ შეიძლება ვთქვათ მედია ჩვენ და ამის რეალურად საშიშროება არსებობდა და ჩვენ ეს ნახეთ და გავიარეთ. აღმოჩნდეს ვიღაცის ხელში, გახდეს როგორც იარაღი რომელიმე პოლიტიკური, არ ვიცი, ბიზნეს თუ ასე შემდეგ წრეების. აი ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მაინც მიდის ფინანსებთან და თუ მედია და რეგიონული მედია განსაკუთრებით შეძლებს იმას, რომ იქცეს ბიზნესად, გქონდეს უკვე საკუთარი ფინანსური მდგრადობა, მე ხა ეს რა თქმა უნდა არ არის საბოლოოდ ყველაფრის გარანტი, თუმცა დიდწილად ბევრი რამის გარანტი ნამდვილად არის. თუნდაც იმ ჩავარდნილი პერიოდების, რომელიც იგივე იანვრის და აგვისტოს სახით მე მგონი ყველა რეგიონულ მედიას საშუალებას აქვს ამ ფინანსური სიდუხჭირიდან გამომდინარე. ამიტომ მთავარი პრობლემა მაინც საბოლოო ჯამში არის სწორად დაგეგმილი მენეჯმენტი. ჩვენთვის კიდევ ამბობ ტელემაუწყებლებისთვის უპირველესი პრობლემა არის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა და ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას თან სდევს როგორც უკვე ახსენე ეს ფინანსური მდგრადობა და პროგრამული მრავალფეროვნება. კი ბატონო, მედია დამოუკიდებლობა. დამოუკიდებულია თუ არა თვითდაფინანსებაზე? შეუძლია თუ არა დღეს რეგიონულ მედიას თვითდაფინანსების გარეშე არის დამოუკიდებლად არსებობა? ანუ თვითდაფინანსებით არსებობა ამის გულისხმობდა. არა მხოლოდ რეგიონულ მედიას, მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოში არც ერთ მედიას საშუალებას არ შეუძლია თვითდაფინანსებით არსებობა
ჯერ შორს ვართ ამ ეტაპისგან და გეტყვით რატომაც. იმისათვის რომ თვით დაფინანსებითი არსება მედიამ შემოსავალი საიდან უნდა გაგიჩნდეს გაყიდვებიდან, შენი პროდუქტის და რეკლამებიდან. პროდუქტის გაყიდვით იმისათვის რომ შენ პროდუქტი გაყიდო და მიიღო აქედან მაღალი შემოსავალი, შენი პროდუქტი უნდა იყოს ძალიან ხარისხიანი. ძალიან ხარისხიანი პროდუქტი, ძალიან კვალიფიციური ჟურნალისტი ჭირდება, ძალიან კარგი ტექნიკური აღჭურვილობა ჭირდება, ძალიან კარგი უნარჩვევები ჭირდება და ძალიან კარგი დაგეგმა ჭირდება, რაც მოდი ვაღიაროთ გვიჭირს. რეკლამების მოზიდვას რაც შეეხება, სარეკლამო ბაზარი ძალიან აუთვისებელია. ანუ იცით როგორ რეალობაში ვართ? რეალურად სარეკლამო ბაზარი არსებობს, მედია საშუალებები არსებობს, მაგრამ აი ეს მოლაპარაკება, აი თუნდაც იმ პოტენციურ რეკლამის დამკვეთებთან როგორ შესთავაზო, განათავსონ რეკლამა, ანუ ჩვენ ეს ბაზარი გვაქვს სრულიად აუთვისებელი, გვაკლია უნარჩვევებით, როგორ უნდა ავითვისოთ ეს ბაზარი და თავის მხრივ ამ პოტენციურ რეკლამის დამკვეთებს საჭირო კიდე ცალკე მუშაობა მათთან, იმისათვის რომ მათაც დაიწყონ ფიქრი იმაზე, რომ განათავსონ თავიანთი პროდუქტის რეკლამა მედიაში. დღეს არ უნდათ, ფიქრობენ რომ არანაირი არც გავლენა აქვს მედიას, ფიქრობენ რომ არ ჭირდებათ. აქ შემოდის კიდევ კონკურენციის მომენტიც. ანუ რეგიონების დონეზე თუ ვისაუბრებთ, რეგიონის მედია საშუალება რეკლამაზე უნდა დაელაპარაკო ადგილობრივ ბიზნესს, რაღაცა მცირე მეწარმეებს და სამშენებლო ფირმებს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ დიდი კომპანიები შენთან რეკლამას არ ათავსებენ. მათ აქვთ სარეკლამო სივრცე ცენტრალურ ტელევიზიებში, რაც ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ გაცილებით ყურებადიან. ჩვენ მოგწონს მათი ხარისხი და მუშაობა თუ არ მოგწონს, ეს ცალკე თემაა. ფაქტია, რომ უყურებს ხალხი, იღებს აქედან ინფორმაციას და შესაბამისად მსხვილ ბიზნესებს ურჩევნიათ ცენტრში განათავსონ რეკლამა და შესაბამისად მათ შენთან რეკლამა არ ჭირდებათ. ამას გართმევს ცენტრალური ტელევიზია. ადგილობრივი პოტენციური რეკლამის დამკვეთები კიდევ არ მოდიან შენთან შეთავაზებაზე. არც შენ მიდიხარ, იმიტომ რომ უნარჩვევა გაკლია და არც ისინი მოდიან. ანუ ესეც ალსახად ქალაქის სინდრომით არის. რა თქმა უნდა, პასუხი არის ხოლმე არ მჭირდება, ისედაც ყველა მიცნობს. ეხლა პატარა ქალაქია, კარგით. მედია დამოუკიდებლობის შესახებ მე როგორც ვიცი, სიუჟეტი აქვს მომზადებული ზუგდიდ. ძლიერი და დამოუკიდებელი მედია ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. დამოუკიდებელი ძლიერი რეგიონული მედია, რომელიც მაყურებელს, მსმენელსა თუ მკითხველს ინფორმაციას ოპერატიულად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწვდის, იცავს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საზოგადოების განაკისრია. თუმცა, როცა მედიის დამოუკიდებლობის ხარისხზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი ფინანსური დამოუკიდებლობაც. წირი შემოსავალი კი კადრების გადინების მიზეზი ხდება. ასოციაცია ათინათის გამგეობის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს მედია ახალი გამოწვევების წინაშე დგას. კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი პრობლემები, რაც რეგიონულ მედია საშუალებებს აქვთ, ეს არის კადრების კვალიფიკაციის დონე, ეს არის კადრების დენადობა, სარეკლამო ბაზრის სიმწირე, ადგილობრივი ბაზრის სარეკლამო ბაზრის სიმწირე, ეკონომიკის დაბალი დონე ქვეყანაში ზოგადად და შესაბამისად ეს პრობლემები განაპირობებენ იმას, რომ რეგიონულ მედია საშუალებებს უჭირთ ჩამოყალიბდნენ ისინი მდგრად თვითკმარ ორგანიზაციებად, ბიზნეს ორგანიზაციებად. შესაბამისად ალბათ პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ზოგადად ეკონომიკის გაუმჯობესებით, სარეკლამო ბაზრის გაფართოებით და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი კადრებისთვის ტრენინგების ჩატარება, რომ ჩვენ ევროპულ სტანდარტებს გავუტოლდეთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმენებმა ისწავლონ და იცოდნენ რეკლამის მნიშვნელობა მათი ბიზნესის განვითარებისთვის. როგორც საზოგადოება აფასებს ადგილობრივ მედია საშუალებებს, დამოუკიდებლობის ხარისხი უფრო მაღალი აქვს ვიდრე ცენტრალურებს. და პრინციპში ალბათ რეგიონულ მედია საშუალებებს იმდენი დამოუკიდებლობის ხარისხი აქვს, რამდენიც მათ უნდათ. ალბათ აქ უფრო თვითცენზურასთან აგვაქვს ალბათ საქმე. რეგიონში მოქმედი მედია საშუალებების შეფასებისას ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი ცალსახად ამბობს, რომ აუცილებელია მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა. არის რაღაცა პრობლემები, მოიხსენებათ, რომ აი იქ არის ჟურნალისტები, მუშაობენ ოპერატორები, რომლებსაც რა თქმა უნდა სჭირდებათ რაღაცა დაფინანსება, ხო? სხვა შემთხვევაში ისინი ვერ იმუშავებენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ შეიძლება მუშაობდნენ ისინი დამოუკიდებლად, შეიძლება მუშაობდნენ ისინი კარგად, მაგრამ დაფინანსება მაინც სჭირდებათ. ამიტომ მეტნაკლებად, როდესაც ჩვენ თანამშრომლობთ მედიასთან, ჩვენ თანამშრომლობთ უფასოდ, სრულიად უფასოდ და ზოგჯერ გვერიდება კიდევაც მედიასთან ესეთი დამოკიდებულება.
ახალგაზრდული ცენტრის მსმენელები განმარტავენ, რომ რეგიონში მედია უფრო დაბალანსებულია, თუმცა არსებობს ხარვეზები, რომელიც უნდა გამოსწორდეს. სამეგრელოში ნაკლებად არის პოლიტიზირებული მედია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია დღევანდელი საზოგადოებისათვის. ფაქტია ის, რომ თავისუფალია მედია, გამომდინარე იქიდან, რომ მედია ჩემი აზრით თავის ადრესაც ეს იქნება თუნდაც ჩვენი მოქალაქეები უნდა აწვდიდეს სწორ და თავისუფალ ინფორმაციას. უნდა იყოს ობიექტური და ჩემი აზრით დღეს ეს ასეა. ყველა პრობლემას ერთი პასუხი აქვს ფინანსური მხარე. დღეს რეგიონული მედიის მთავარი გამოწვევა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაა, რომელიც არც თუ ისე მცირე ფინანსებთანაა დაკავშირებული. შემიძლია დავეთანხმო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უკვე ისაუბრებს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რეგიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოშია, არის მედიის ფინანსური დამოუკიდებლობა. ანუ ჩვენ ვართ ინტერნეტ გამოცემა Live Press, რომელიც უკვე მეხუთე წელია მუშაობთ მოქალაქეებისთვის და ჩვენთვის მთავარი პრობლემად რჩება ფინანსური დამოუკიდებლობა. ანუ ჩვენ დღემდე ვართ დამოკიდებული დონორ ორგანიზაციებზე. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა და ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ ამ მცდელობებს, გვინდა რომ დროთა განმავლობაში გავხდეთ სრულად დამოუკიდებლები, ანუ გულისხმობ რა თქმა უნდა ფინანსურად, სხვა მხრივ აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვართ, რომ სხვადასხვა, ანუ კომერციული თვალსაზრისით რაღაც ღონისძიებები გავატაროთ, რომ იყოს Live Press-ი ფინანსურად დამოუკიდებელი და მან ირჩინოს საკუთარი თავი. ნუ ასევე რაც შეეხება სხვა პრობლემებს, ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ასევე არის რა თქმა უნდა ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით პრობლემები, რომ თუ კი მედია საშუალება არ არის ფინანსურად ძლიერი, მას ძალიან უჭირს, ხო, თქვათ იმდენი თანამშრომელი შეინახოს, რამდენიც საჭიროა. აქვე იგულისხმება რასაკვირველია სხვა საკითხებით, ტექნიკური აღჭურვილობა და ასე შემდეგ. ბუნებრივია ასევე რეგიონის მედიისთვის არ არის უცხო სხვა ის პრობლემები, რაც აწუხებს მედიას მთელს საქართველოში. გულისხმობ რასაკვირველია პროფესიონალიზმის თვალსაზრისით, რასაკვირველია ამ ხრივაც არის მეტი მუშაობა საჭირო. მე აი ამას გამოვყოფდი ძირითადად. პირველ რიგში რეგიონული მედიისთვის აუცილებელი არის ფინანსური მდგრადობა. ჩვენ პირადად ჩვენი რადიო 10 დონორი ორგანიზაციებისგან ფინანსდება და დონორი ორგანიზაციებისგან ვიღებთ დახმარებას. ეს მხარდაჭერა პირდაპირ კავშირში არის ბიზნესის განვითარებასთან. ჩვენ რეკლამებით შემოგვდის, მაგრამ ზუგდიდში არის ძალიან მწირი სარეკლამო ბაზარი. ვისურვებდი, რომ ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ამ ეტაპზე და რაშიც გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები და ის პროგრამაში, რომელშიც ვართ ჩართული, ეს არის MTAG-ი, USAID-ის დაფინანსებით, რომ გავაძლიეროთ სიხშირე და ჩვენი სმენადობა იყოს უფრო კარგი რეგიონში. დიდი მადლობა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომაზე ისაუბრა გადაცემის პირველ ნაწილში ზუგდიდმა. რა ხდება ამ მხრივ ახალციხეში? რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია და პრობლემები თუ არსებობს ჟურნალისტებისთვის ამ მხრივ? მე არ ვიცი, არ მახსენდება ნამდვილად შემთხვევა, რომ თქვათ ოფიციალურად მოითხოვოთ თქვათ რაღაც საჯარო ინფორმაცია ჟურნალისტმა და ის თქვათ მიიღო თუნდაც 1 საათში, მაშინ როცა შეიძლება რომ პრინციპში ეს მოსახერხებელი იყოს. ნუ კანონით მინიჭებული ვადა აქვს და ამ ვადას მაქსიმალურად იყენებს ხელისუფლება. თუ გქონიათ შემთხვევა, როცა მოგითხოვიათ და ვერ მიგერიათ თქვათ საჯარო ინფორმაცია. მე რამდენად ხშირია მსგავსი სიტუაცია? იცით რა არის? ეს დამოკიდებულია ინფორმაციის რა ტიპის ინფორმაციას ითხოვ. თუ ითხოვ ინფორმაციას, რომელიც მაგალითად ბიუჯეტის ხარჯვას უკავშირდება, ამ ტიპის ინფორმაციების მიღება გაცილებით უფრო რთულია, გაცილებით უფრო ჭიანურდება დროში, ტენდერებს თუნდაც იგივე შემთხვევაში ჩვენ გვქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ვითხოვდით მაგალითად რაიმე კონკრეტული ტიპის პროექტის ტენდერების შესახებ ინფორმაციას და შესაძლოა ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაცა გასულა 10 დღიანი ვადა და 10 დღის შემდეგ მოუწერიათ, რომ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს ელექტრონული შესყიდვის ვებგვერდზე ამ ტიპის ინფორმაცია. რაც ჯერ ერთი მე ვფიქრობ ეს გადამისამართებაც არასწორია და გარდა ამისა ამ გადამისამართებას საერთოდ არ ჭირდება მით უმეტეს 10 დღე. ძალიან გადაცემის პირველ ნაწილში ზუგდიდიდან ჩვენი კოლეგები საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ გაუადვილდათ ბოლო პერიოდში იგივე თუნდაც სამინისტროებიდან სატელეფონო კომენტარების ჩაწერა. ამას ცალსახად ავღნიშნავ. მე არ მახსოვს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებდი ხოლმე რაიმე ტიპის ინფორმაციას იმის შესახებ რაღაცა დანაშაული მოხდა და რა მუხლით და
და ვინ იძიებდა ამ საქმეს. ამ ტიპის ინფორმაციის მიღება შეუძლებელია არ ვთქვა არის ძალიან გაადვილებულია ბოლო პერიოდში, ანუ ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იღებ, მაგრამ იქვე იკეტები თუ გჭირდება ინფორმაცია მაგალითად ძალოვან უწყებაში რაიმე პოზიცია გახდა ვაკანტური ან რაიმე პოზიციაზე დანიშნეს ახალი ხელმძღვანელი. ძალიან მარტივი ინფორმაცია გჭირდება ამ დროს, ვინ არის ეს ადამიანი, სად მუშაობდა, მისი რაღაცა CV ასე ვთქვათ. აი ვერ ხვდები რატომ არ ხდება ხოლმე პრობლემური ამ ტიპის ინფორმაცია არასოდეს არ მიგვიღია, იმდენად გვიანდება, გავიწყდება საერთოდ რომ ეს ადამიანი დაინიშნა და ეს აღარ არის აქტუალური, ანუ წერილობითი კი რაღაცა ესეთი სიტყვიერი ინტერვიუების ჩაწერა, კომენტარის მიღება შედარებით გამარტივებულია, მაგრამ საჯარო ინფორმაცია, რომელიც ეხება პიროვნებების ბექ ისტორიებს, ფინანსებს, დანაშაულების რაღაცა გამოძიების მიმდინარეობას, ამ ტიპის ინფორმაციები ისევ რჩება დახურულად და ეს რა თქმა უნდა ჟურნალისტების მუშაობას ძალიან აფერხებს. კი ბატონო. და გადაცემის ბოლოს ზეწოლის ფაქტებზე რამდენიმე სიტყვით რეგიონულ მედიაში ამით ხდება ჟურნალისტების ზეწოლის ფაქტები სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებისგან, შემდეგ უკვე ახალგაზრდებსაც ჩავერთოთ გადაცემაში მოწვაკითვით. ხო, ზეწოლის ფაქტებს რაც შეეხება, რა ვიცი, ამაზე ალბათ გახმაურებული საქმეები აქვს. ვიცი, ეს ბევრი აქვს ლაპარაკო უბრალოდ. რა ვიცი, ჩვენ შემთხვევაში, ვთქვათ, ესე ცალსახადრო იყო, ვთქვათ, რაღაცა მოთხოვნა, გინდა თუ არა ესე უნდა გააკეთდეს, ვთქვათ, ან რაღაცა მსგავსი შემთხვევები არ მახსენდება, ჩვენ შემთხვევაში არის ხოლმე უფრო, ასე ვთქვათ, თუნდაც ბოლო შემთხვევა, მგლის თავზე სახარების წაკითხვის შემთხვევა. ალბათ ხა ისევ და ისევ წახალისების გამო მე ხა თამუნა სიტყვებს გავაგრძელებდი, როცა სიუჟეტზე ესე ღიად არ ხდება ნამდვილად, რომ რატოა ესე, რატო კეთდება, მაგრამ სუფთა მეგობრულ ურთიერთობებში აი პირადად ახალციხელები ვართ, ნუ ესე რატო უნდა გააკეთდეს, აი მსგავსი ტიპის ვთქვათ შეხვედრები და ალაპარაკებები, სატელეფონო ზარები, კაბინეტში დაბარებები. ნუ ესეთი რაღაცები არის ნამდვილად, თუმცა ნუ მე ვფიქრობ, რომ პრინციპში ამას უკვე შეეჩვენენ ჟურნალისტები და რაღაცა ეს კონტროლ რეჟიმად მიაჩნია. გასა შეხვედრა ბოლოს ამ ბოლო პერიოდში. დიახ, აი ქალბატონი თამარი საუბრობდა იმის შესახებ, რომ ძალიან კარგია, როდესაც ხელისუფლება მედიას აკრიტიკებს და არ მოწონს აბსოლუტურად ვეთანხმებით და ძალიან ხშირად მithქვამს კიდეც, რომ თქვენ არ უნდა გიყვარდეთ. მე სულაც არ მწყინს, როცა გვეუბნებით, რომ იცი რა, მე თქვენგან აი მეწყინა, ეს ასე რატომ გააკეთეთ? ეს ძალიან კარგია, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვცდილობთ მაინც, რომ კარგად ვიმუშაოთ. იმიტომ რომ ხო, იცით რა, კი, ეს ბრალდებები ყოველთვის ისმის, ანუ ყოველთვის ხარ ოპოზიცია, ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლება ყოველთვის ფიქრობს, რომ შენ ოპოზიცია ხარ, შემდგომ ის ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოდის, რომელსაც თქვა ძალიან დიდი ხნის გამოცდილება აქვს შენთან თანამშრომლობის, მერე უკვე ისიც უკვე ხელისუფლება გეუბნება, რომ ეხლა შენ ისევ ოპოზიცია ხარ. ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მაკონტროლებელი ხელისუფლების და ჩვენ არ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ხელისუფლებას რაიმე ვასიამოვნოთ და ვაამოთ. მათ ამისთვის ყავთ პრესსამსახურები და პიარ სამსახურები, კიდე ერთხელ ვიმეორებ. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, იცით როგორ ვიდრე ვთქვათ გახმაურებულ შემთხვევებზე გადავალ, მაია საუბრობდა, იციან რაღაცა ეძებენ კუთხეს, როგორ გითხრან თან, რომ ეს შენ ზეწოლად არ აღიქვა. ხო, აი იცით როგორი რომ ვცდილობენ რომ რაღაცა შენ სინდისის კენჯნა გაგიღვიძონ ან დაგაფიქრონ, აი რაღაცა ეს ხომ ეხა არაპატრიოტულია, აი შენ რომ ამას აკეთებ, მე ამას სხვა მედია წაიღებს და ჩვენს ქვეყანას იმიჯი ელახება და მოდი ეხა ჩვენ ხომ ვართ პატრიოტები, ჩვენ ხომ გიყვარს შენი ქვეყანა და მოდი ცოტა სხვანაირად გააშუქე ეს ამბავი. ფიქრობენ ხოლმე რომ აი ამ კუთხით მოგია რომ ამაზე არაერთი შემთხვევა ყოფილა და ეს რეგიონებში, აი რეგიონში მუშაობას კიდევ ის სპეციფიკა და პრობლემა აქვს, რომ რაღაცა ისეთი ჩაკეტილი სივრცეა, პატარა რეგიონია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და იციან ზუსტად როგორ გითხრან და რაღაცნაირად აი ისევ რაღაცა ცდილობენ, რომ იცი რა, ჩვენ ხომ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ და შენ ხომ რაღაცა თუ ნაცნობებს გამოგიძებნიან და ცდილობენ რომ ამ კუთხით დაგაფიქროთ. ზეწოლის შემთხვევებს რაც შეეხება, მე არ მახსენდება პრაქტიკაში ისეთი შემთხვევა, როგორც ამ ბოლო პერიოდში ქონდა სამხრეთის კარიბჭეს და ძალიან ვცდილობდი, რომ არ გამეჟღერებინა და არ გამეკეთებინა განცხადებები მის შესახებ, რომ
თქვა და ეს იყო ვიღაცის მიერ მართული ის აქციები, რაც სამხრეთის კარიბჭესთან იმართებოდა, მაგრამ ეს რომ იყო ინსპირირებული რაღაცა ძალის მიერ, ძალიან ადვილად დასტურდება მაყურებლისთვის განმარტავ ბოლო პერიოდში, ანუ რამდენიმე თვის წინ სამხრეთის კარიბჭეს ახალქალაქის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებლები 2 დღის განმავლობაში უწყობდნენ აქციებს და რედაქციას ადანაშაულებდნენ ამის მიკერძოებულად გაშუქებაში. საქმე ეხება ახალქალაქში ზაფხულში ბებისა და შვილიშვილის მკვლელობის ამბავს. ანუ ადამიანი, ვინც ამ მკვლელობაშია ბრალდებული, არის დაპატიმრებული და მას შემდეგ რაც სოფელში ეს შემთხვევა მოხდა, ძალიან მძიმე შემთხვევა, ამაზე არავინ არ დაობს. გარდაცვლილების ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულის დები სოფლიდან გაასახლეს, იყო იქ სხვადასხვა ტიპის დაპირისპირებები. გარდა ამისა, ჩვენ შემდგომ დაგვიკავშირდნენ ბრალდებულის დები, რომლებიც ჩვენთან საუბარში ყვებოდნენ, რა ხდებოდა იმ ღამეს სამმართველოს შენობაში, როდესაც მკვლელობა მოხდა და როდესაც სამართალდამცავები მკვლელობაში ბრალდებულს ეძებდნენ. იყო მათ სიტყვიერი შეურაცხყოფები, როგორც ისინი ყვებიან ჩვენთან საუბარში და იყო მათზე რაღაცა ფიზიკური ზეწოლის მცდელობები და იყო გაუპატიურების მუქარა. სამხრეთის კარიბჭე ზოგადად ამის შესახებ ამბებს ეტაპობრივად და ყოველთვის ამბავს, რომელიც ხდება, ყოველთვის მიყვება ბოლომდე, რამდენადაც შეუძლია. რა თქმა უნდა, 10 ივლისს მოხდა შემთხვევა გოგაშენში, ძალიან კარგად მახსოვს და აი ამ 10 ივლისის შემდეგ სისტემატურად იწერებოდა სხვადასხვა ტიპის სტატიები, თქვა რა ხდებოდა იმ სოფელში, როგორ მოასახლეს მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები, როგორ იცავდნენ სამართალდამცველები, ანუ ყველა ტიპის ინფორმაცია და რეაქცია და გაღიზიანება ადგილობრივების, რომ თქვენ ხართ როგორც რედაქცია მკვლელობაში ბრალდებულის მხარეს, მოყვა მასალას, რომელიც დაიბეჭდა მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ და რომელიც შეეხო სამხარეო სამმართველოს უფროს. ძალიან ცალსახაა, რომ მე თუ მაქვს პრობლემა და არ მომწონს რომ კონკრეტული მედია მკვლელობაში ბრალდებულის დების პრობლემაზე წერს, ამაზე პროტესტი გამიჩნდება მაშინვე, როცა ამაზე დაიწყება მაგალითად ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში და არა შემდგომ რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც უკვე საქმეში სამხარეო სამმართველო კი, რა თქმა უნდა, არანაირი, ხო, ანუ ეს არა მხოლოდ ჩვენ ადგილობრივ ტელევიზიებს, ეს ჰქონდა ცენტრალურ მედია საშუალებებსაც, იმიტომ რომ ძალიან გახმაურებული ფაქტი იყო. ყველაზე გახმაურებული ფაქტი ჟურნალისტების თუმცა ამ ფაქტზე მინდა ვთქვა, რომ გამოძიება არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა პრესკონფერენცია ეთიკის ქარტიის დახმარებით, მიმართეთ საგამოძიებო უწყებებს, რომ ამ ფაქტით დაინტერესებულიყვნენ, თუმცა როგორც თამარი საუბრობდა გედენიძის საქმეზე, ეს მართლაც ისეთი პრეცედენტი იყო წელს, იმიტომ რომ საქართველოში პრაქტიკა არის ეგეთი, ყველა საქმე, რომელიც ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, არც ერთი საქმის ძიება არ დაწყებულა კონკრეტული მუხლით, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლას, არც ერთი საქმე დასრულებული არ არის და ამ საქმეების უმეტესობა წყდება და საგამოძიებო უწყებაში პასუხი აქვთ ეგეთი. საქმე არ შეიცავდა სამართალდარღვევის ნიშნებს. ზუსტად ასე იყო სამხრეთის კარიბჭეს შემთხვევა, მიუხედავად იმ ძალიან დეტალური ამბებისა, რაც ხდებოდა შემდგომ ეს ადამიანების მოგზავნები და ასე შემდეგ, საგამოძიებო უწყებამ ჩვენ განგვიცხადა, რომ სამსახურებრივი მოკვლევა ჩაატარა და ამ საქმეში ვერ დაინახა სამართალდარღვევის ნიშნები. კი ბატონო, კარგით, ჩავდეთ ახალგაზრდები. რახან წამოვიდა ხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობის შესახებ საუბარი, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მედიას და ხელისუფლებას ერთმანეთთან? მოგესალმებით, ნანა მიქელაძე, სტუდენტი. თქვენ საუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებას აქვს რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება მედიასთან მიმართებაში და მეც ვგრძნობ ამას, და ხელისუფლებას რომ აქვს ეს კიდე სადღაც გასაგებია, მაგრამ ძალიან მიკვირს ხოლმე საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება მედიის მიმართ, იმიტომ რომ არ მესმის, რატო უნდა კონდეს უბრალო მოქალაქეს უარყოფითი დამოკიდებულება ჟურნალისტის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტები, მე კარგად ხედავ ორივე თქვენს მუშაობას, როგორც გაზეთს, ასევე ტელეკომპანიას და ვიცი, რომ ყველანაირად ცდილობენ ხოლმე ჟურნალისტები, რომ გააშუქონ ყველაფერი ისე, როგორც ხდება. და მეც საკმაოდ ისეთი მათ მასალებში თუ ჩანს ეს. კი, მათ მასალებში ჩანს ხოლმე, ანუ ჩემი აზრით საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ მედია არის ის საშუალება, რომელიც მას აწოდებს იმ ინფორმაციას, რომელსაც უმალავს ხელისუფლება და უნდა გქონდეს მეგობრული და ესეთი დადებითი დამოკიდებულება და არ ვიცი, მე ასე ვუყურებ და მიმაჩნია, რომ ასე უნდა ვიფიქროთ ყველამ და ის სტერეოტიპები, რაც არსებობს ჟურნალისტების მიმართ, რომ ყველაფერს ამუქებენ და ასე შემდეგ, ეს არის გამომდინარე ხელისუფლების
უფლებიდან გამომდინარე და ფიქრობ უბრალოდ мотиваციის გაზრდად უნდა გამოიყენოს თითოეულმა ჟურნალისტმა ეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. თუ შეიძლება გადააწოდეთ ბოლო კითხვა, რამდენად მრავალფეროვანია სატელევიზიო გადაცემები თუ საგაზეთო სტატიები, თქვენ როგორ ფიქრობთ, იღებთ თუ არა იმ ინფორმაციას, რაც თქვენ გჭირდებათ? სხვადასხვა სფეროზე მაქვს ყურადღება გამახვილებული ამ შემთხვევაში. პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვარ თემური ნესარიძე. დღესდღეობით სხვადასხვა მედია საშუალებები ძალიან ბევრი სახის გადაცემას გვთავაზობენ, მაგრამ უმეტესი მათგანი არის ნამდვილად არის საინტერესო, თუმცა მათი ალბათ 50% და მეტი აგებულია არახარისხიანი ინფორმაციაზე და ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც კი იპყრობს მაყურებელს, მაგრამ მისი მნიშვნელობა არის ძალიან დაბალი პროცენტიანი. რას უწოდებთ თქვენ არახარისხიან ინფორმაციას? მაგალითისთვის რომ მოვიყვანო თუნდაც იმედის ტელევიზიაზე გია ჯაჯანიძის შოუ. ჩემი აზრით არის სრული რეგიონებზე რო ვისაუბროთ ალბათ აჯობებს, იმიტომ რომ ანუ მაგალითთვის ის რომ უბრალოდ უფრო თვალსაჩინო იყოს. ხო, უფრო თვალსაჩინო. კი, ხშირად მედია საშუალებები არ ეკითხებიან აზრს მოსახლეობას თუ რა აინტერესებთ მათ და ისინი ერთპიროვნულად წყვიტავენ თუ რა არის მათთვის მოსახლეობისთვის უფრო საინტერესო. ამ შემთხვევაში თუ კი იქნება შესაძლებლობა ისინი შეეკითხებიან მოსახლეობას აზრს, ამ შემთხვევაში უფრო გაიზრდება ხარისხიც და მოთხოვნილებაც მედია საშუალებებზე და ნდობის ხარისხიც. საზოგადოებას კი ყოფილი იქნება. შემიძლია დავეთანხმო ახალგაზრდას. მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე დაუფარო ის ნაკლოვანებები, რაც მედიას გვჭირს, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვაღიარებთ, რაც სადაც გვიჭირს, ვერასდროს ვერ გამოვსწორდებით. ეს რომ მედია არ იკვლევს თავის აუდიტორიას, მე მგონია რომ დღევანდელი ქართული მედიის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ნამდვილად ჩვენ თვითონ ვფიქრობთ და ვსაზღვრავთ რა აინტერესებს ჩვენს მაყურებელს და ნაკლებად ვინტერესდებით ხოლმე აუდიტორიის კვლევით. ან ბიზნესის ინტერესებით უფრო ვიხედებით ხოლმე ხშირ შემთხვევაში. დიახ, ვიდრე იქნება მომგებიანი ჩვენ. ხო, რა იქნება, უბრალოდ ერთ დავამატებ, რომ გარდა ანუ მეორე მიზეზიც არსებობს იმის, იმიტომ რომ ნამდვილად ხარისხიანი და საფუძვლიანი კვლევა სერიოზულ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მედია ცდილობს ხოლმე ნამდვილად რაღაცა გამოსავლის პოვნას და ხშირ შემთხვევაში მე ეს მედიას გრძელვადიან, ასე ვთქვათ, პრობლემებს უქმნის უკვე. და შენ კიდევ ძალიან მინდა და საზოგადოების დამოკიდებულებას როდესაც საუბრობ და გოგონა მას გამოვეხმაურო, ჩვენ საუბრობდით წახარისების საფრთხესა და ზუსტადაც ხელისუფლების მხრიდან მსგავსი განცხადება, როდესაც ქალბატონი თამარიც საუბრობდა, არის ხოლმე წამახალისებელი საზოგადოებისთვის და გარდა ამისა, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მედიასაც, ანუ ჩვენ არ ვსაუბრობთ რომელიმე კონკრეტულ მედია საშუალებას, ხომ ზოგადად ქართულ მედიაში გარკვეული ტიპის პრობლემები არსებობს და ეს პრობლემები, ეს განცხადებები ამანაც საზოგადოება გარკვეულწილად ნეგატიურად განაწყო. კი ბატონო, კარგით. ზუგდიდი სტუდია ჩავართვით გადაცემაში ნანა. ნანა გესმით ჩვენი? ნანა გესმით ჩვენი? დიახ. რომ შევაჯამოთ გადაცემა თქვენმა სტუმრებმა, რომ შეაჯამონ თუ ისაუბრებენ ზეწოლის ფაქტებზე და რამდენად მრავალფეროვანია მათი მაუწყებლობის არეალი. რაც შეეხება ზეწოლის ფაქტებს, როგორც ჩემმა კოლეგამ თამარ ზანთარაიამ აღნიშნა, ბოლო პერიოდში ჩვენს ჟურნალისტებზე არ მახსენდება მსგავსი ფაქტები, თუმცა დავამატებ იმას, რომ ინფორმაციის მიწოდება დღევანდელ პერიოდში მედია საშუალებებისთვის არ ჭირს, მაგრამ ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ გადასული, რომ გვინდა უფრო მსმენელს, უფრო სიღრმისეული მასალები მივაწოდოთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. ქალბატონ თამარ, რა გზით არის შესაძლებელი მედია ორგანიზაციებში არსებული პრობლემების მოგვარება? თქვენ რა შეხედავთ გამოსავალს? მაია საუბრობდა ცოტა ხნის წინ სწორედ იმ პრობლემებზე, რაც და ნინოც სწორედ იმ პრობლემებზე, რაც არის ერთ-ერთი გადამწყვეტი საკითხი, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ მედია იყოს უფრო ძლიერი და ამავე დროს იყოს უფრო თავისუფალი. რეგიონებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. დღევანდელი რეგიონული მედია თავისი ფინანსური შესაძლებლობებით, ტექნიკური აღჭურვილობით, ბუნებრივია არ არის ძლიერი. შესაბამისად, აქედან მომდინარეობს ყველა დანარჩენი პრობლემა, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, უკავშირდებოდეს მისი მასალის, სიუჟეტის იქნება ეს თუ სტატიის იქნება მომზადების ხარისხს. ბუნებრივია, ფინანსური დამოუკიდებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა არის აბსოლუტურად ერთმანეთზე იმდენად გადაჯაჭვული, რომ რთული სათქმელია, ჯერ რომელია საჭირო და მერე რომელი. ერთიდან გამომდინარეობს მეორე და მეორედან გამომდინარეობს პირველი. ამიტომ ორივე სჭირდებათ, ბუნებრივია.
რეგიონულ მაუწყებლებს და მედია საშუალებებს. ეხლა რაიმე რეცეპტის ხმა რომ დაუშვათ აი რაღაცა ასე უნდა მოიქცნენ და ამის მერე ყველაფერი კარგად იქნება. წარმოუდგენელია ასეთი რეცეპტები არ არსებობს. რა თქმა უნდა, მიმართულება არის სწორედ ის, რასაც მაიკო ამბობდა, რომ ტელევიზიებით და მედია საშუალებებით ნელ-ნელა როგორმე უნდა გამოვიდნენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებივით მუშაობის სტილიდან და ნელ-ნელა დაიწყონ კომერციული საქმიანობა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია და არ არის არც ერთდღიანი პროცესი, არც შეიძლება ერთწლიანი, არის გრძელვადიანი, ძალიან რთული და ძალიან არ ვიცი შრომით და წარუმატებლობებითაც მათ შორის და გამოწვევებით სავსე პროცესი არ იქნება ეს ასე მარტივი და არ არის ბუნებრივი ეს მარტივად არავის არ გამოსვლია არსად. ხო, სხვაგვარად კი ბუნებრივია რომ გრანტული დაფინანსება რაც შეიძლება ითქვას რომ აცოცხლებთ რეგიონულ მედია საშუალებებს არის ერთგვარი გარანტი მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის, მაგრამ გრანტებთან ერთად მედიამ ნელ-ნელა უნდა შეამციროს სწორედ ეს დონორული დაფინანსება და მაქსიმალურად გადავიდეს საკუთარი შემოსავლის მიღებაზე. საკუთარი შემოსავალი კიდევ შეიძლება უფრო მეტ თავისუფლებასაც იძლეოდეს, ვიდრე რაიმე სხვა ტიპის დაფინანსება. ბუნებრივია ხა პრობლემებს ჩვენ ყველა ხედავთ და ვიცით რა შეიძლება იყოს გამოსავლის გზა, თუმცა ძალიან რთულია ახლა იმაზე საუბარი თუ კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეთ ხვალზე, გმაზე. მე რასაც გისმენთ და გიყურებთ, ხედავთ ძალიან კარგად, რომ არანაკლებ თქვენ თავად უკეთ გესმით საკუთარი პრობლემების, საკუთარი გამოწვევების შესახებ, გამოსავლებსაც უკეთ ხედავთ მანდ ადგილზე, ვიდრე აქედან ვინმე შეიძლება ხედავდეს და რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მაინც მოგიწევთ, რომ მაგზით დაიწყოთ სიარული იმისთვის, რომ შეიძლება ხვალზე გარა, მაგრამ მასზე და კიდევ უფრო გრძელვადიან რეჟიმში მეტი წარმატება, მეტი შესაძლებლობა და მეტი სიძლიერე ქონდეს რეგიონში. კარგი, კიდევ ერთი კითხვა ჟურნალისტთა ზეწოლის ფაქტებზე. ვინ იცავს მათ უფლებებს და რა სახის ღონისძიებები ტარდება თქვათ მსგავსი ქმედების შემთხვევაში? ეხლა ბოლო შემთხვევა ირაკლი გედეინძეზე ინტერპრეს ნიუსის ფოტორეპორტიორზე თავდასხმის ფაქტი იყო, რომელსაც პრინციპში შეიძლება შევცდეთ უკვე ვიტყვი რომ პირველად, მაგრამ საკმაოდ ისე ვთქვათ გამონაკლისად და იშვიათად სწრაფად მოყვა რეაგირება სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან და შესაბამისი მუხლით, რომლის მიხედვითაც გამოძიება მიმდინარეობს, აღმოჩნდა ადეკვატური იმ მომხდარის ადეკვატური მუხლი არის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ძალიან იშვიათად გვახსოვს ჩვენ ბევრი შემთხვევა ჟურნალისტებზე ფიზიკური ზეწოლის, რასაც არ მოყოლია გამოძიება და ჩვენ ამ გამოძიების შედეგები არ გვინახავს. კი ბატონო, ფიზიკური ზეწოლა ერთია და მეორე არის, თქვათ, ჟურნალისტის ყოველდღიურ მუშაობაზე ზეწოლა, მის არედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა, მაგრამ დამერწმუნეთ, ესეც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ თუ კი საზოგადოება ხედავს, რომ არ ისჯება ქვეყანაში ჟურნალისტზე თავდასხმა, არ ისჯება ქვეყანაში ჟურნალისტისთვის ხელის შეშლა პროფესიულ საქმიანობაში, ბევრად უფრო იოლად ეჩვენება მას მერე მის არედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა. და მათ შორის ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს უფრო თამამად და უფრო სიტყვა აგდებულად, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შეიძლება ასეც მოიქცნენ ხოლმე ისინი მედიას, მხოლოდ იმიტომ, რომ წაქეზდნენ, თქვათ, იმ პრაქტიკით, რომელი პრაქტიკაც არსებობს ქვეყანაში, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმას, მათი უფლებების დარღვევას და მათ შევიწროებას თუ არ იძიებენ, თქვათ. იგივე წაქეზდნენ იმით, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები ძალიან ღიად და თამამად აკრიტიკებენ მედიას და ეს მოქმედებს გადამდებად ბუნებრივია განსაკუთრებით შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი ჩინოვნიკებისთვის. მათ გული მოეცემათ ხოლმე იმდენად, რამდენადაც თუ კი უმაღლესი თანამდებობის პირები აკრიტიკებენ მედიას ასე მწვავედ, რატომაც არ შეუძლიათ მათ იგივე გააკეთონ. თანამოაზრეებად გრძნობენ ამ შემთხვევაში თავს მათზე მდგომ თანამდებობის პირებთან. საუკეთესო დამცველი მედიაზე ზეწოლის შემთხვევაში არის ისევ მედია. მედიას ნამდვილად აქვს ბერკეტი, რომ დაიცვას საკუთარი თავით და დაიცვას ყველა საკუთარი კოლეგა ასეთ შემთხვევაში. და ამის ერთი შესაძლებლობა არის სოლიდარობა და მეორე შესაძლებლობა არის
ის ბერკეტი და ის იარაღი, რაც მედიას ისედაც აქვს. ეს არის მისი სატელევიზიო ეთერი, ეს არის მისი ინტერნეტ სივრცე, ინტერნეტში და ეს არის მისი გაზეთი. მედიას ბრძოლა პირველ რიგში შეუძლია იმ შესაძლებლობებით, იმ ბერკეტებით, იმ მექანიზმებით, რაც არის მისი ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. არ უნდა მოეშვას მედია იმ საქმეებზე გამოკითხვას, გამოძიებას, შიჩქნას, ჭხრეკვას, რომელიც მათ კოლეგებს ეხება. არ უნდა დაიზაროს, რომ სოლიდარობა გამოუცხადოს საკუთარ კოლეგებზე და ამჯერად საბოლოო ჯამში ხელისუფლება იქნება ეს თუ კერძო დაჯგუფება, თუ კერძო პირი, თუ კერძო კომპანია, აუცილებლად მოუწევს მას მედიის ვთქვათ, მოთხოვნის გათვალისწინება. მე ჯერ არ მახსოვს არც ერთ ქვეყანაში, არც ხელისუფლება, არც კერძო დაჯგუფება, რომელსაც მედიასთან მოეგო ასეთი ბრძოლა, რომელშიც დიდი მადლობა ხალბატონ თამარ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ამით უნდა დავასრულოთ გადაცემა. მესმის რომ ფართო თემაა და შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამის შესახებ. შეგახსენებთ რომ სტუდიებში მოწვეული იყვნენ რეგიონულ მაუწყებლობის წარმომადგენლები, დემოკრატ მეხთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრები და თბილისის სტუდიაში იმყოფებოდა ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ხალბატონი თამარ რუხაძე. დიდი მადლობა სამივე სტუდიას. ამით გემშვიდობებით ნახვამდის.